საღამომშვიდობისა ძვირფასო მსვენელებო და მაყურებლებო, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. ოქროს კვეთა გადაცემას უძღვები მე, ვალერი კვარაცხელი. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ჩვენი პროგრამის ესეთი მუდმივი დრო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ახლო მომავალში ეს ყველაფერი გასწორდება. თქვენ შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობისას დაგვიკავშირდეთ ტელეფონებით, Skype-ით და მოგვაწოდოთ თქვენი შეკითხვები, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. ჩვენი ტელეფონი გახლავთ 2388 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ით ობიექტივი, შეგიძლიათ გვისმინოთ რადიოთი ტალღაზე FM 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტით, მისამართზე ობიექტივი.net და გვიყუროთ აგრეთვე ბათუმის 25 სატელევიზიო არხით. საქართველოში ძალიან საინტერესო მოვლენები დაიწყო, მე ასე ვფიქრობ, და არა მარტო მე, არამედ ბევრი ფიქრობს ასე. მხედველობაში მაქვს გუშინდელი საკადრო გადაადგილება, ბატონი ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა და უშიშროების ყოფილი მინისტრი, ამიერიდან იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამას მოხვა აზრთა სხვადასხვაობა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ ახლა არჩევნების წინ ასეთი გადაადგილება? ინტერპრეტაცია ბევრია, მოსაზრებებიც ასევე საკმაოდ. ჩვენ ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, დღეს სტუდიაში სტუმარი არ მეყოლება, მაგრამ ჩვენ გვეყოლება სტუმარი, რომელიც გვიკავშირდება Skype-ით, ეს არის პარტია განახლებული საქართველოსათვის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ბატონი მინდია გულუა. ბატონ მინდიას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ტელევიზიით, პრესის საშუალებით, ის ხშირად საუბრობს ქართველ ხალხთან. ბატონი მინდია მე თუ არ ვცდები, ახლა უკვე ხაზზეა. მოგესალმებით ბატონო მინდია, თუ გესმით ჩვენი? მოგესალმებით. მესმის კარგად. მადლობელი ვარ, რომ ჩაერთეთ დღეს ჩვენს გადაცემაში, მთელი საათი გვაქვს წინ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ამ ქვეყანას, მაგრამ თუ თქვენ თანახმა იქნებით, მოდით სწორედ იმ საკითხით დავიწყოთ მსჯელობა, რომლის შესახებაც მე ეს წუთია ვსაუბრობდი. მით უმეტეს, რომ თქვენი განცხადებაც გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, მე წუხელვე მქონდა საშუალება წამეკითხა ეს განცხადება. და თქვენ იქ გამოთქვით მოსაზრება, რომ ბატონი მერაბიშვილი, ასე ვთქვათ, დაასუსტეს, ანუ მას გამოაცალეს, ასე ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურა და მართალია ფორმალურად ის დაწინაურდა, მაგრამ ფაქტიურად დარჩა ძალა გამოცლილი. თუ არ ვცდები, თუ სწორია ეს ჩემი ინტერპრეტაცია, მე მგონი ასე გავიგე, თუ რაღაცა შევცდები, გთხოვთ შემისწოროთ და თქვენი პოზიცია გავუთქვათ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. გუშინ ივერონის საშუალებით, საინფორმაციო სააგენტო ივერონის საშუალებით გავავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკადრო გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც გადააყენა მინისტრის პოსტიდან ბატონი ვანო მერაბიშვილი და დანიშნა პრემიერ-მინისტრად, მე ვფიქრობ, რომ ის რეალურად შეასუსტა, მიუხედავად იმისა, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ზოგიერთი ამბობს, რომ და იტყვის კიდევაც, რომ ამით ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ნაციონალური მოძრაობის სით ნომერ პირველი იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი და მაგი გაუძღვება ნაციონალურ მოძრაობას ავისი დროშით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვა მიზეზები არსებობს, ვინაიდან ან ეს ნაჩქარები იყო, შეიძლება ამის ცოტა გვიან გაკეთებულიყო, ან მანამდე უნდა გაეკეთებინა პრეზიდენტს, ვინაიდან ახლა ფაქტიურად რაც კი შეპირდეს ხალხს ვანო მერაბიშვილი და დაიწყოს რაიმე სოციალური პროექტების განხორციელება, ის ვერაფერს ვერ მოასწრებს. ის კი ამბობდა გუშინ, რომ ჩემი მთავარი პრიორიტეტი არის ხალხის დასაქმება და ასე შემდეგ. ეს ყველა ლაპარაკობს ამას, პატარა ბავშვიც კი, რომ უნდა დავასაქმოთ ქართული მოსახლეობა, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ვანო მერაბიშვილმა ან ნებისმიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რაც კი რომ თქვას ამ სოციალურ საკითხებზე, დასაქმებაზე, ქვეყნის გაერთიანებაზე, ამ რამეზე ხალხი მათ არ დაუჯერებთ, იმიტომ რომ 8 წელი ჰქონდათ მათ ამის საშუალება, მით უმეტეს ესეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და სხვებს, მაგრამ
თქვენი იცით დასაქმების მაგივრად ბიზნესი გააქცია საქართველოსთან და პრაქტიკულად ესე იგი ბიზნესმენები გახიზნული არიან ქართული ბიზნესმენები ბევრი გახიზნული არიან მე არ ყავს ხიზლობაში კარის ბიზნესმენები მე მხედველობაში მე ვინც გაქცეული არიან საქართველოსთან სხვადასხვა მიზეზის გამო რომელსაც იბარებენ ღამით ადეიშვილის კაბინეტში და ესე იგი ეუბნებოდნენ შემოდა ამდენი ფული მოიტანო იმდენი ფული მოიტანო და ასე შემდეგ ესე იგი ბატონო მინდა უკაცრავად მე მესმის თქვენი პოზიცია ესე თქვენ ბრძანებთ რომ აი ის ვერსია რომლის მიხედვითაც ბატონ მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გამართებულია იმით რომ მან განახორციელოს მრავალი სასიკეთო პროექტი და ისეთივე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყოს როგორც წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო ყოველ შემთხვევაში მას ეს ეპითეტი ბევრი ვინმესგან მიეკერება აი ამას თქვენ არ იზიარებთ იმდენად რამდენადაც დარჩენილია ძალიან ცოტა დრო არჩევნებამდე არჩევნების შემდეგ რა თქმა უნდა მთავრობა რომელიც ახლა იქნება წარმოდგენილი მოიხსნის თავისუფლებამოსილებას და გვეყოლება ახალი მთავრობა ამდენად ამისი ახსნა იმით რომ ვთქვათ პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს კაცი რომელიც ახალ პროექტებს განახორციელებს არ არის სწორი მას რასთან გვაქვს საქმე რატომ უნდათ ვანო მერაბიშვილის დაუძლურება რა ვანო მერაბიშვილი რამე საეჭვო ფიგურა გახდა ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არ არის გამორიცხული მაგრამ მე მინდა სანამ გიპასუხებდეთ თქვენ მინდა შესწორება გავაკეთოთ თქვენ ამბობთ რომ ვანო მერაბიშვილი იყო საუკეთესო მინისტრი შინაგან საქმეთა და ასე რომ ხალხზალე არა მე არ ვაძლევ ამ შეფასებას უბრალოდ ასეთ შეფასებასაც მოისმენთ დიახ მე ვისმენ ყველა ისმენთ მე უნდა ვაღიაროთ რომ პოლიცია გავს პოლიციას მაგრამ პოლიცია არის დღეს პოლიტიზირებული ორგანიზაცია თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ეს პოლიცია ესე გაშინებს ხალხს, პოლიცია იჭერს ხალხს, პოლიცია მე არ ყავს თვითონ აი რიგითი პოლიციელები. მე ვამბობს ვანო მერაბიშვილი სტრუქტურა, დიახ. ხო, ისე არის აწყობილი, რომ ესენი აშინებენ, უსმენენ და ხალხს ესე იგი ციხეებში რამდენი ხალხი დასვეს, ჩასვეს, მე რამდენი ხალხი არის გამოშვებული პრობაციით და ასე შემდეგ და ეს თუ ამას ჩავთვლით რომ მან მიაღწია ამას კი ბატონო რა თქმა უნდა მიაღწია და გააძლიერა მიხეილ სააკაშვილის მანიაკალური თავისი მოქმედებები და ყველაფერს აკეთებიებენ და რასაც უნდა იმას აკეთებს საქართველოში ვანო მერაბიშვილის უწყება ნებისმიერ ადამიანს დაიჭერს ნებისმიერ ადამიანს ესე იგი გამოუშვებს და ასე ვთქვათ რომ მათი მეშვეობით მისი და ბატონი ადეიშვილის მეშვეობით ბიზნესი გაიქცა. აი პრემიერ-მინისტრად როდესაც მიდიხარ, შენ ხარ მიდიხარ ვიღაცას დასაჭერად. მიდიხარ იმიტომ რომ შენ უნდა ესე იგი შექმნა სამუშაო ადგილები, უნდა გაუმჯობესო სოციალური საკითხები, ეს ყველაფერი თუ შენი მეშვეობით გაიქცა ბიზნესმენები და ვიცი რომ შენ ხარო ჩემი ის ადამიანი ვინც წამართვი ზოგიერთ აზოტის ქარხანა ზოგიერთ ესე იგი მეტალურგიული ქარხანა რუსთავის ტელევიზია ასე შემდეგ ბევრი ობიექტები ხო რომ გავიხსენოთ ამას დილამდე ვერ უყვებდა რომელი ბიზნესმენი დაუჯერებს მას და ვინ ჩადებს საქართველოში ფულს ბატონო მინდია თქვენ ბრძანეთ რომ უпроსორო თქვენ დამეთანხმეთ რომ შესაძლებელია გაჩნდა რაღაცა ეჭვი პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თქვენ დაეთანხმეთ ამას და რა სახის შეიძლება და ეს ეჭვი ყოფილიყო ან რა საფუძველი არსებობს იმისათვის რომ ასეთი ეჭვი გაჩენილიყო საფუძველი არსებობს იმაში რომ უყურეთ თქვენ თვითონ დააკვირდეთ სიტუაციას ესე იგი ჩვენ როდესაც ვატარებდით აი უბრალოდ მაგალითი მინდა გითხრათ ჩვენ 12 მაისს ჩავატარეთ ღონისძიება თბილისში და სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქებში ესე იგი ცხეთამთიანეთიდან რუსთავიდან იყო ხალხი ჩამოსული და როგორც კი დამონტაჟებაზეც კი სცენის დამონტაჟებაზე ჩვენ სცენა დავამონტაჟეთ რუსთავის გამზერზე და ესე იგი 3 საათს უნდა დავიწყოთ ღონისძიება 3-ის ნახევარზე გვეუბნებიან დაშალეთ ეს ყველაფერი 1 მეტროთი გადაეტანეთ წინ ეს სცენა ესე იგი დააკვირდით რომ ზოგიერთებს აძლევენ უფლებას არა მარტო ნახევარი საათით არა დილიდან დააწყებიონ გააკეთებიონ ტრანსპორტი როგორც უნდა ისე გადაადგილდება რასაც უნდა იმას აკეთებენ და ესე იგი ჩვენ ტრანსპორტი 160 ავტობუსი გაგვიჩერეს ხალხი ჩამოყარეს ესე იგი ფეხით მიდიოდა ხალხი 35-40 კილომეტრი სამეგრელოში რომ დასწრებოდნენ ჩვენს ღონისძიებას და მაინც შეგროვდა რამოდენიმე ათასი ადამიანი თქვენ ეს იცით და თბილისში კიდე რა თქმა უნდა შეგროვდა 20,000-მდე ადამიანი და ესე იგი ზოგიერთებს ამის უფლება არა ჩვენ ტელეეკრანის მოგვიპარეს არ მოგვწეს ამის საშუალება ჩვენ სინათლეს გაგვიტიშეს ამის საშუალება არ მოგვწეს და ესე იგი
სხვადასხვა ხერხებით მივახციეთ იმას, რომ თანაც რა იყო ჩვენი ისა. ჩვენ ვიკრიბებოდით დევნილები იმისათვის, რომ შერეგების დღე გამოცხადებულიყო 12 მაისი. ზოგიერთებს ყველაფრის საშუალებას აძლევენ და ეს როგორ შეიძლება ვანო მერაბიშვილის ესე იგი თვალ არ დაეხუჭა და ეს რომ გაკეთებული შეიძლება მოდით გავხსნათ ეს ფრჩხილი ზოგიერთის ქვეშ თქვენ ალბათ გულისხმობთ რა თქმა უნდა ბიზინა ივანიშვილს ხო? ზოგიერთის ქვეშ გულისხმობ არა მარტო ბიზინა ივანიშვილს, არამედ მთლიანად მის ეგრეთ წოდებულ ოცნებას. დიახ. ესე იგი მე თუ რამე არასდროს ლაპარაკე დააკვირდი თქვენ თვითონ, ესე იგი ატარებენ მე არც არაფერი არ მოგწეს, даже უბრალოდ სუბუქი მანქანების დაქირავების უფლებაც არ მოგწეს. გამიგეთ, ხო? მე კი ჩივლობ ამას. თუ ამან მიაღწია ბიზინა ივანიშვილმა და შეძლო მოლაპარაკება მერაბიშვილთან ან ვინმესთან, ან თუ მაგათი პროექტი ეს მისი საქმე არის და ესე იგი ძალიან კარგია თუ შეძლო. ესე იგი მინდია გულამ ვერ შეძლო და ვერ მოახერხა ესე იგი მოლაპარაკებულიყო ვანო მერაბიშვილს და მთავრობას და ასე შემდეგ. შეიძლება ეს არ მოეწონა საერთოდ მიხეილ სააკაშვილს და შეეშინდა იმისი რომ მერაბიშვილი და ივანიშვილი არიან რაღაც ალიანსში. შეიძლება ეს ამ სიტუაციამაც ითამაშა და დაასუსტა ის, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალოვანი სტრუქტურა მას გამოაცალა ხელიდან. მერაბიშვილი პოლიციის უმისოდ ვინ არის ჩვეულებრივი ადამიანი, აბა რის გამკეთებელი არის, ფული მას არ აქვს. ესე იგი ბიზნესი გაქცეული არის. ფული ჩამდები საქართველოში დიდად მოწადინებული არავინ არ არის. და ის არის ბიზნესმენები, რომლებიც ყავთ საქართველოში სააკაშვილს და მის გარემოცვას დამერწმუნეთ, რომ პირველები ისინი უკვე დადიან და დარბიან, რამენერად მოელაპარაკონ მომავალ ესე იგი რეალურ კანდიდატებს, რომ თუ რამე და რომ შეინარჩუნონ თავიანთი ესე იგი ის დოვლათი, რაც მათ მოაგროვეს ამ პრეზიდენტობის დროს. ხო და ბატონო მინდია, მესმის მე თქვენი მსჯელობის ლოგიკა, მაგრამ დავაზუსტო მინდა. ესე იგი ბატონი ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება შეთანხმებულად მუშაობს ხელისუფლებასთან, როგორც ასეთთან, მთლიანად, თუ ეს იყო გამოყოფილად რომელიმე ცალკე მნიშვნელოვანი პერსონა, ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი. მე ვფიქრობ, რომ ბიზინა ივანიშვილი მოქმედებს სხვა რამოდენიმე ფრონტზე, არა მარტო საქართველოში. ის მოქმედებს ასევე სხვადასხვა ქვემ. ფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ ამაში და მაქვს ამის მაგალითები კიდევ. შექმნილი არის ეგრეთ წოდებული ლიგა ამორჩევლების, თქვენ იცით ხო? ესე იგი თავისუფალი ამორჩევლების. ეს თითქოს და არავითარი კავშირი არ აქვს ამას ბიზინა ივანიშვილთან. მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კავშირშიცაა და კიდევ როგორ კავშირშიცაა. მე მაგალითად ვიცი ამათმა ღონისძიება ჩაატარეს უკრაინაში, ღონისძიება ჩაატარეს რუსეთში, მე გამოვაგზავნე სურათები, სადაც უზბეკები, ტაჯიკები და სხვა ეროვნების ხალხი უფრო 90% იყო ვიდრე ქართველები და ეს ჩაატარეს ესე იგი მოსკოვში, სადაც არასანქციონირებულად მინდა ხაზი გაუსვა ამ საკითხს, სადაც 5 კაცი როდესაც იკრიბება, თქვენ იცით რომ ომონი იმ წუთას ვებოვა და დაარღვევს ნებისმიერ ესე იგი არასანქციონირებულ მიტინგს. რა ხდება აქ? ხდება ის რომ ზოგიერთები მე არ ლაპარაკობ, ეს არის სახელმწიფო აზრი. მე არ ლაპარაკობ რომ ეს არის რომ რუსეთის ფედერაცია ეხმარება ბატონ ბიზინა ივანიშვილს. მე ვიცი ვინ ეხმარება მას რუსეთში. მე ვიცი ვის იმედი აქვს მას რუსეთის ფედერაციაში, რომელი ადამიანის იმედი აქვს. გვარს დღეს არ დავასახლებ, მან იცის ეს. მაგრამ მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს ადამიანი, რომელიც მას ხელს უწყობს აქ რაღაც საკითხებში, უახლოეს ხანებში იქნება განთავისუფლებული თავისი თანამდებობიდან. ეს ალბათ იქნება ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება საინტერესოა. რაც შეეხება საქართველოში, რა თქმა უნდა, არც ბიზინა ივანიშვილს ძინავს და არც მინდია გულუას, ხო? ყველა მოვქმედებთ. მოვქმედებთ იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და მაქსიმალურად, ესე იგი, პოზიცია ნაციონალური მოძრაობის უნდა შეერყეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით თუ კიდევ დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოს ამბავს საერთოდ დაღუპული ვარ. დაღუპული ვარ და არა მარტო აფხაზ და ოსეთის მიმართულებით, არამედ კიდევ გვერდება სხვა პრობლემები, ამაში მე დარწმუნებული ვარ და საერთოდ საქართველოს ესე იგი არავითარი გაერთიანების საშუალება არ იქნება, საქართველოს არავითარი წინსვლის საშუალება არ იქნება და ასეთ სიტუაციაში ვიცხოვრებ. ბატონო მინდია, ვიდრე მიპასუხებდეთ შეკითხვაზე, რომელსაც ახლა დავსვამ, თუ თქვათ ალტერნატივა ასეთია, ან ნაციონალური მოძრაობა, ან ქართული ოცნება, აი ამ შემოდგომის არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. მაშინ რომელი ჯობია საქართველოს მომავლისათვის, მაგრამ მანამდე თქვენის ნებართვით შემოვიყვან მაყურებელს, რომელიც დიდი ხანია გველოდება და უპასუხოთ ერთად.
მოგესალმებით. თუ შეიძლება თქვენი სტუმრის გვარი გამიხარ ქვიან ჩავწერდა სამში. დიახ. შეკითხავს მასთან. გვარი გამიხარ თუ შეიძლება თქვენი. ბატონი მინდია გულოა, პარტია განახლებული საქართველოსათვის. მაშინ ვუყურებ სამშობლოში დაბრუნებას ბატონ მინდია. საგადო უყურებ ხალხს რადიო ფიუსტანი უყურებ ისე რომ არა ვარ სიკუსის გამზიარებელი და არა ვარ პროფესიონალი არმესთვის ქართველი ადამიანები რაც საუბარი ყველა ქართულს შეიძლება საქართველოს ცხოვრება თავისი თავის დაფიქსირება. ეს კითხვა დაუსვა. დიახ, ბრძანეთ. თქვენი აზრით აღო მოხერხდეს საქართველოში არახელისუფლების მიერ არავე არასახელისუფლებო პიროვნებების მიერ ჩამოყალიბება კონკრეტულად საქართველოში კავკასიის ერთა კონგრესის საკითხებია როგორც ამიერკავკასიის წარმომადგენლები ისე ჩეჩნები, ვაილახები, ინგუშები, დაღესტნელების წარმომადგენლები, აზერბაიჯანელები, ყაბარდოელები და ეს კონგრესმა რომ დაუდოს საფუძველი მე შეკითხვა ვერ გავიგე და თუ სამწუხაროდ მეც სულად მესმის სტუდიაში იქნება ძალიან მოკლედ შეკითხვის არსი გავიმეოროთ. საქართველოში რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის ერთა კონგრესი არახელისუფლების ეგეთი შეშარება და სათავრობო ინტერესების მიერ და კონგრესმა რომ დაუდოს სათავე კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლას მე არ გულისხმობ ტერორიზმის და შეიარაღებული გზის მე გულისხმობ გზით რომელთაც რუსეთის იმპერიიდან თავი დაახიეს საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. გასაგებია, გმადლობთ. ბატონი მინდია გაიგეთ ხომ შეკითხვის არსი. ნუ რაღაცა ცოტა ისეთი აბსტრაქტული შეკითხვა დაისვა, რომ ჩამოყალიბდეს კავკასიელთა კონგრესი, რომელიც სათავეს დაუდებს არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის თავისუფლებას. აი, რაღაც ამ შინაარსის იყო. მე არ მინდა ახლა ძალიან გზას ავსდე, ჩვენ კონკრეტული საშინაო პრობლემები გვაქვს დღეს განსახილველი. გთხოვთ თუ გაიგეთ შეკითხვის არსი. მაგრამ ვისგან უნდა გამთავისუფლდეთ ჩვენ რუსეთისგან ვართ გასანთავისუფლებელი თუ სხვა ვინმესგან ვართ კიდე გასანთავისუფლებელი თქვენ არ გესმით ბატონო მინდია სამწუხაროდ კავშირი გაწყვეტებულ ჩანს ესეც ჩემი და ახლა ისმის თქვენ გესმოდათ მე შეკითხვა ვერ გავიგე არის ხოდა საერთოდ ესე შეკითხვა ცოტა ესეთი იყო რაღაცა აბსტრაქტულად დასმული რომ შეიქმნას საქართველოში კავკასიის ხალხთა კონგრესი რომელიც იბრძოლებს მთლიანად კავკასიის თავისუფლებისათვის მე არ ვიცი ახლა საქართველოს ყოველ შემთხვევაში რუსეთისგან თავისუფალია გაეროს წევრი ქვეყანაა კავკასია არსებობს იმიერკავკასია სხვა პრობლემები აქვს ჩრდილო კავკასიას თუ აქ პრობლემები სხვა პრობლემები აქვს და არ ვიცი ახლა რამდენად არის თქვათ აქტუალური შეკითხვა რომელიც დაისვა მაგრამ თუ გაქვთ თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მე ამ თემას კომენტარიც არ მინდა გავუკეთო იმიტომ რომ დღეს არ დგას ეს საკითხი ჩვენთან ხო ამ დევანდელ ჩვენს გამოსვლაში და საერთოდ უახლოეს ხანებში არ განიხილება ეს ამიტომ აზრი აქვს თუ არა ამ თემაზე ველაპარაკოთ მე მგონი არ აქვს აზრი გასაგებია ჩვენ შეგვაცხადინეს ლაპარაკი და ამიტომ გასაგებია ჩვენ რომ თავარ მაგისტრალს არ ავსდეთ ასე ვთქვათ მოდით შემოვიყვანოთ კიდევ ერთ მაყურებელი და გავაგზავნოთ მორწმუნე პიროვნება უგროვებს ორდა მაგრამ ეხლა სახელმწიფოებრივად შევხედოთ დღეისელ საქართველოს მდგომარეობას და კაფიოს განსაზღვროთ საერთოდ საქართველოს დღეის მდგომარეობის დამოუკიდებლად აი რომ აი ბიზინა ივანიშვილს უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ეს კიდე აღნიშნავს საქართველოს ხალხისთვის იმას მთლიანად ქართულ ხალხში ყველა ნაციონალიზმის პიროვნებების ხელისუფლებაში აი არ არის მკაფიო გზავნილები არის მხოლოდ ეს კაცი უნდა წავიდეს და ჩვენ უნდა მოვიდეთ არა ესე არა ნებისმიერი ვინცაც პრეტენზია გააჩნია ხელისუფლებაში მოსვლამდე მერე კი არა აი ახლა უნდა განსაზღვრულად და მკაფიოდ უნდა თქვა იქნება თუ არა დავასაქმეთ თუ არა ხალხს აუცილებლად მაინც გავცეთ შემწეობას აი გავაკეთებ ასე არ არის ყველი გზავნილები მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში ყველა იძახით შენ წადი მე მოვალ მაგრამ ხალხთან ვინაიდან არ არის რაღაც ისეთ ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება რომელიც მოთხოვს პასუხს რომ აი არ უქმდება თუ არა დეპუტატის გამოთხოვის ინსტიტუტი დაკმაყოფილებული თუ იქნება თუ კი თქვენ ვერ დაასახმეთ ვისაც მოსვლა გინდათ ხელისუფლებაში გაჩნდათ თუ არა შემწეობას აი ესეთი სტრატეგიული ხედვები სანამ არ ექნება გამხავს
მანამდე აი მე ამერჩიე ქართველი ხალხი არც არავის არ რაიცებს რუსეთის ბატონყმობაც განუცადა ქართველმა ადამიანმა და ადმინისტრაციული დაპყრობა ამერიკის ამიტომ დღეს სხვა გემოვნება და სხვა მოთხოვნა აქვს ქართულ ხალხს და ვერცერთი პარტიიდან ამას ქართველი ხალხი ვერ ისმენს გასაგები ამასთან დაკავშირებით და თქვენ თუ გადაჩნიათ ზუსტად აი თქვათ რომ მე ამას ყველაფერს მე მოვლი სახელმწიფოს თქვენ ესე უნდა თქვათ მე ყველა სახელმწიფოსთან დავამყარებ ნორმალურ ურთიერთობას და მე მოვლი ჩემს სახელმწიფოს გასაგებია შეკითხვის არსი მე მგონი აქ ითქვა და ჩემი საზრით სწორად იმასთან დაკავშირებით რომ აი ბატონი ბიზინა ივანიშვილი რომელიც ძალიან ხმამაღლა აცხადებს რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში უმრავლესობით სამწუხაროდ აი ამ თავის შეკრებებზე მიტინგებზე არ ამბობს კონკრეტულ გზებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამთლიანდეს საქართველოს ტერიტორიულად ახლა ესეთი დაპირებები რომ ვთქვათ პენსია იქნება საარსებო მინიმუმის დონეზე, რომ ხალხი უკეთესად იცხოვრებს, რომ იქნება უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატია და ასე შემდეგ, ну მესმის, მაგრამ ეს პრაქტიკულად არ არის ის, რაც დღეს საქართველოს ჭირდება როგორც აერი. უპირველესი ამოცანა ჩვენი არის საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება. ეხლა ჩვენი მაყურებელი გეკითხებოდათ ბატონო ბინდია, აი თქვენს პარტიას თუ აქვს კონკრეტული პროგრამა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და თუ შეგიძლიათ აი ეს პროგრამა განაცხადოთ და თუ განსხვავდება ეს პროგრამა იმისგან, რასაც ჩვენ ვისმენთ, როგორც ხელისუფლებისაგან, ასევე მისი ოპონენტისაგან ქართული ოცნების სახით. მე მინდა გითხრათ, რომ არათუ გვაქვს, ჩვენ უკვე გვინდა უახლოეს ხანებში დავიწყოთ გამოქვეყნება საქართველოს პრესაში. ჩვენი ეკონომიური დოქტრინა და არა მარტო დოქტრინა ეს რამოდენიმე ფურცლისგან შემდგარი, ხო? ფურცლებისგან. არამედ ყველა მიმართულებას ჩვენ როგორ უყურებთ და როგორ დავიწყებთ, ესე იგი, მის განხორციელებას. ეს არის ნებისმიერი მიმართულება, სოფლის მეურნეობის დარგში იქნება, რას ვიზამთ, მედიცინის დარგში რას ვიზამთ, განათლების დარგში რას ვიზამთ, ქვეყნის გაერთიანებასთვის რას ვიზამთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება გამოქვეყნებული და საქართველოს ყველა მოქალაქეზე იქნება ამის საშუალება წაიგებს. ეს ძალიან კარგია. მოდით ახლა თუ შესაძლებლობა გაქვთ თუ შესაძლებლობა გაქვთ იქნებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გითხრათ ძალიან თეზისურად როგორ და რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ რა თქმა უნდა 20 წუთში და 9 საათში ვერ გავაერთიანებთ ჩვენ სამშობლოს. რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პირდაპირ დაკავშირებული არის არა მარტო აფხაზეთის და ოსეთის გადაწყვეტილებაზე, არამედ დაკავშირებული არის რა პოზიციაზე არის რუსეთის ფედერაცია, ხო? ესე იგი ეს ფაქტი არის. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ ომით ეს საკითხი არ გადაწყდება. პირველი ომი წავაგეთ, მეორე წავაგეთ, ყველაფერი რაც შეიძლება წავაგეთ. ესე იგი მე წინააღმდეგი ვარ ომის თუ ესენი ჩვენი მოძმეერები არიან და ჩვენი თანამემამულეები არიან, მე ვფიქრობ, რომ იარაღი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვა იარაღი. ეს არის ტვინი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ესე იგი, უნდა დავიწყოთ ურთიერთობა ჩემი აზრით ეკონომიური მხრიდან. ჩვენ უნდა თამაში დავიხმარიოთ, რა თქმა უნდა, რუსეთი, გზები უნდა გაიხსნას. ჩვენი საქონელი საქართველოსში გამოშვებული პროდუქცია, ესე იგი, უნდა წავიდეს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც ელოდება ძალიან რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა, მონატრებული არიან, მინდა რომ გითხრათ, მაგრამ დღესდღეობით, ესე იგი, ნელა-ნელა შემოდის ხან ერთი პროდუქცია, ხან მეორე პროდუქცია, მაგრამ მასშტაბური ხასიათის ეს არ არის. და დღეს გზა გახსნილი არ არის. თვითონ აფხაზები ეკონომიურად არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რამდენი ფულიც გინდა რომ მოგცენ, აი მაგალითად რკინიგზა გაუკეთეს აფხაზებს და 2015 წელს ფული უნდა დააბრუნონ უკან. ფულის დასაბრუნებელი საშუალება მათ არ აქვს, იმიტომ რომ ესე იგი რკინის გზა არ მოაქვს არავითარი შემოსავალი. ჩვენ ეკონომიური პროგრამა გვაქვს, როგორ განავერთოთ ერთმანეთში ურთიერთობა. არ უნდა მათ პირველ რიგში რა უნდა თავდაუსხლობაზე ხელის მოწერა, ხო? რომ ჩვენ გარანტიები მივცეთ, რომ ომით არ გადავწყვეტავთ მათ ესე იგი საკითხს მათთან მიმართებაში აფხაზებთან და სამაჩაბლოსთან. ესე იგი თუ ჩვენ რეალურად ვიცით რომ ომით არ გადავწყვეტავთ, რატომ არ უნდა მოვაწმოთ ხელი ამის შესახებ მე არ მესმის, მაგრამ გარანტულად არა რუსეთი ავიყვანოთ, ესე იგი მთელი მსოფლიოს ქვეყნები, წამყვანი ქვეყნები, ყველა მათ შორის რუსეთიც, ხო, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ომით არ გვინდა ჩვენი პრობლემების მოგვარება. ეს პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან. მეორე, თუ
თუ ეს ჩვენი მოძმე ხალხი არიან, ჩვენი ძმები არიან, ჩვენი ტერიტორია, რატო უშლით მათ ტურიზმის განვითარებას? ჩვენ უნდა მოვაწროთ დიდი ეკონომიკური, ესე იგი, პროექტები და ასევე მიმართოთ უნდა მსოფლიოს ქვეყნებს, რომ ჩადევით ფული აფხაზეთში და ოსეთში საქართველოს გარანტიის ქვეშ. და ჩვენ მივიღებთ ამ პროექტებში მონაწილეობას მშენებლობაში და ყველაფერს. ასე დაიწყება პროცესი ურთიერთობის. არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ხელოვნებაში უნდა დავიწყოთ, სპორტის მიმართულებით უნდა დავიწყოთ, ყველა მიმართულებით უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. დღეს ისინი ჩაკეტილი არიან, მხოლოდ რუსეთისკენ არიან მიმართული, ჩვენგან ესე იგი უნდათ, ბევრს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნოსტალგია მაინც არსებობს, მაგრამ მოხდა სასწაული ჩვენ შორის, იმიტომ რომ დაღუპულია ძალიან ბევრი ადამიანი. და რა თქმა უნდა ერთ დღეში რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთოთ შეუძლებელია, მაგრამ ამისკენ უნდა ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები და მე დარწმუნებული ვარ რომ ესე იგი ეს პროგრამები რომელიც ჩვენ გვაქვს დაწერილი ვისაც გამოვაქვეყნებთ ეს ძალიან იმოქმედებს აფხაზებზე, რუსეთზე და რა თქმა უნდა ესე იგი მხარს დაუჭერს ამას საერთაშორისო ჩვენი ის ქვეყნები რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. დიახ, ბატონო მინდი ახლა აი თქვენ როგორც დაიწყეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საუბარი, მაშინვე ახსენეთ რუსეთი. ანუ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების გარეშე, რუსეთთან შეთანხმების მიღწევის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება, ხო? ასე გავიგებთ თქვენი ნათქვამი. მაგრამ აი ამ პოზიციას მე ვიტყოდი ძალიან გონივრულ, ძალიან შორს მჭვრეტელულ, ძალიან სწორ პოზიციას საქართველოში ხვდება ყრუ კედელი. და ამ კედელს ქვია იარლიყი, რომელსაც აწებებენ ნებისმიერს, ვინც რუსეთის მისამართით, ასე ვთქვათ, რაღაც ურთიერთობების დათბობაზე ილაპარაკებს და სხვათა შორის არ დაგიმალავთ, თქვენ ციცით ეს ჩემზე კარგად, რომ ეს იარლიყი თქვენც აკავთ მოწებებული დიდი ხანია, ხო? სხვათა შორის ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა, როდესაც ის გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ არენაზე, რაღაც რუსეთისკენ გარკვეული ლოიალური განცხადებები რუსეთის მისამართით გააკეთა, მაგრამ შემდეგ იზოლებული გახდა უკან დაეხია. აი თქვენ არ გეტყობათ რომ უკან იხევთ, მაგრამ აი ამ იარლიყების, ასე ვთქვათ, არ გეშინიათ? გეშინიათ რას გულისხმობთ, იცით, არჩევნებია კარსმომდგარი, არჩევნებისთვის მუშაობს მთელი მანქანა, PR ტექნოლოგიური მანქანა, რომელიც განაწყობს ადამიანებს ან პოზიტიურად, ან ნეგატიურად ვინმეს მისამართით და ბატონი ბიზინა ივანიშვილი საქართველოშია, ის ყოველდღიურად რაღაცას აკეთებს. თქვენ საქართველოში ჩამოსვლის უფლებას არ გაძლევენ. ამიტომ თქვენი აქტიურობის კოეფიციენტი უფრო დაბალია ვიდრე იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ეცილებიან ერთმანეთს და ასეთ შემთხვევაში ხომ არ მოხდება ისე რომ თქვენი სრულიად მართალი და ჭეშმარიტი პოზიცია მაინც დარჩება, ასე ვთქვათ, იგნორირებული და ხალხისთვის მიუღებელი, ასე ვთქვათ. პირველი მინდა გითხრათ, რომ თუ რამისი გეშინია პოლიტიკაში, მაშინ არ უნდა წახვიდე. ეს პირველი. მეორე, ესე იგი, მე არ დავმალავ და არ მოვატყუებ ჩემს ხალხს. ესე იგი, ჩვენი პარტიის მომავალ ამორჩეველს. მე არ დავმალავ იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელოსთან მაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობები. და ამ ურთიერთობების გამოყენება მინდა ჩემი საქართველოს საკეთილდღეობით. და რა თქმა უნდა, ესე იგი, სუვერენიტეტის დაცვით და რა თქმა უნდა, ჩვენი ესე იგი, სახელმწიფოებრიობის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მე ამას არ ვმალავ, ვისაც ეშინია მისი თქმის და ესე იგი, უკან იხევს და რაღაცა, ეს უკვე არის თვითონ განსაჯოს იმ ხალხმა და თვითონ გადაწყვიტოს. რა დღეში არის ეს იარლიკი? მოიგონა სააკაშვილმა და მისმა PR ჯგუფმა, რომ აი რუსეთი, ვიცით რა მოხდა. ვიცით რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები. მაგრამ სულ ხო არ უნდა ვიყუროთ ეს 8 წელი, 10 წელი, 15, 20 წელი. მოდით ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ, რომ როგორ დავატოვებიოთ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიები მე მხედველობაში სოხუმი და ცხინვალში, ჯარები რომ არიან განლაგებული, როგორ უნდა გავიდან ეჭა. ამაზე ვიფიქროთ. გასაგებია. ვიფიქროთ ყველა მიმართულებით. მე არ მოვატყუებ ჩემს ამორჩეველს, იმიტომ რომ მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა მეზობელთან ვინც არის ჩვენი მეზობლები გარშემო, ხო, ყველასთან დავამყარებ კარგ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, სტრატეგიულად დავამყარებ ურთიერთობას რუსეთთანაც. არ გავაყუჭებ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, პირიქით გავაღრმავებ და ასევე, რა თქმა უნდა, ევროპისკენ მივესწრაფოდე იქნება. მაგრამ, როდესაც აცხადებს ბიზინა ივანიშვილი და მისი ოცნებისტები, როგორც ასე ამბობენ, ხო,
და სხვები ზოგიერთები რომ ჩვენ ნატოში გავწევრიანდებით რომ ატყუებს მიხეილ სააკაშვილი და სხვები ეხლა მერაბიშვილს მოუწევს ამისი ტყუილების თქმა რომ ნატოში მალე შევალთ ნატოში ესა რის ხარჯზე შევალთ ნატოში ნატო არ მიგვიღებს მანამდე სანამ არ არის გადაწყვეტილი აფხაზეთის და ოსეთის პრობლემა რატო ატყუებთ ხალხს ეს პრობლემა ან ერთი მიმართულებით უნდა გადაწყდეს ერთი წუთით იყო ბუხარესტის სამიტი გახსოვთ მომავალში გითხრას რომ ჩვენ მიგვიღებენ აუცილებლად და იყო ახლა ჩიკაგოს სამიტი ხო რა გადაწყდა მე იქნება კიდე რომელიღაცა ქალაქის სამიტი არ გადაწყდება ეს საკითხი ესე იგი ელოდებიან მომავალი ხელისუფლებისაგან ამერიკელები და ნატოს წევრი ქვეყნები ელოდებიან რომ არ გვინდა ჩვენ რუსეთთან კონფლიქტი თუ ცნობთ თქვენ აფხაზეთს და ოსეთს იმ შემთხვევაში თქვენ იქნებით გაწევრიანებული ამათ რომ მკითხოთ ესე იგი ბარამიძეს და სხვებს რომ მკითხოთ ესე იგი ჩვენ გავწევრიანდებით ჩვენ ნატო არის ჩვენი მხსნელი მე არ ვლაპარაკობ რომ ნატო არის ჩვენი მტერი მაგრამ მე ჯერ მინდა ჩემი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო და მე ვიფიქროთ სად გავწევრიანდო და შეიძლება საერთოდ არ გავწევრიანდეთ არ სჭირდება არაფერი ჩვენ რა ვიცით რა იქნება ხვალდაზე თუ ჩვენ ვერ წყვიტავთ ესე იგი აფხაზეთის და ოსეთის პრობლემას მაშინ ჯობია დავაკონსერვოთ ეს პრობლემა მომავლისთვის და რამეფრად მოუვაროთ დანარჩენ მოსახლეობას რომელიც 1.600.000 ადამიანი ყავს სააკაშვილს და უკვე დღევანდელი დღიდან მერაბიშვილს დაუსაქმებელი და ვითომ იბრძოლებენ და ეხლა დაურიგებენ ყველას პენსიებს ცოტას მოუმატებენ სადაზღვევო იმებს გაუკეთებენ რაღაც შეღავათებს გაუკეთებენ ამით რომ იყიდონ ხალხი გამიგეთ ხო თვითონ ყიდულობენ ხალხს და აჯარიმებენ ბიზნეევანიშვილს და გულუას პარტიას გასაგები მოდით კიდევ ერთ მაყურებელს შემოვიყვან და გავაგზავნებ შემდეგ ისმენთ ყურადღებით ალო მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემით ძალიან ნამდვილად ჭეშმარიტი ჟურნალისტი ბრძანდებით და თქვენთვის თავი ლეიტმოტივი ყოველთვის იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს ვინც არ ყოფილიყო სიმართლე რაც ეხლა სამწუხაროდ ჟურნალისტებში უკვე თითქმის ჩამოსაცვლელი ესეთი ჟურნალისტები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იცავენ ქვეყნის ინტერესებს და კონფორმის გამოდევნებულები და კარიერაზე მხოლოდ აგებენ თავიანთ აი სწორედ პროფესიონალიზმს და კონფორმიზმზე აგებენ თავიანთ პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მადლობა შეკითხვა ისმენთ ყურადღებით შეკითხვა შეკითხვა მე მინდოდა გავუხმაურებოდი ქალბატონს რომელმაც დაიკარგა ბატონმა ბიძინამ კავკასიაზე გამოდიოდა და ძალიან ყურადღებით ვუსმენდი მას რადგან ძალიან მაღლობს ჩემი სამშობლოს ინტერესი როგორც ალბათ ყველა ნამდვილ ჭეშმარიტ ქართველს და მან თქვა რუსეთთან და მოვაგვარო თუ აუცილებლად ურთიერთობა რადგან გასაღები აფხაზეთის და სამოჩაბლოს დაბრუნებისა არის რუსეთში უნდა ავაყავოთ ჩვენ ეკონომიკა რამე თუ აყვავებულდა დემოკრატიულ ქვეყანაში აფხაზებით და ოსებით მოისურვებენ ცხოვრებას და ისეთ ქვეყანაში როდესაც 1.5 მილიონი ქართველი გარდის და ყველა ქართველი ოცნებობს აქედან გაიქცეს ასეთ ქვეყანაში ბუნებრივია არც ოსი მოინდომებს ცხოვრებას და თანაცხოვრებას და არც აფხაზი ამიტომ თავარია ეკონომიკის აღორძინება და რუსეთის ბაზრის დაბრუნება და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გაძლიერება და მასთან ურთიერთობის დამყარება დიდი მადლობა. იცით, მეც უსმენდი ძალიან დიდი ყურადღებით ბატონ ბიძინას, აი კავკასიაზე როდესაც გამოდიოდა და მაგრამ როდესაც ის თქვა, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, იქვე მოაყოლა ამას, რომ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე, ჩვენი გზა, ჩვენი ისტორიული ხედვა ასეთია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ დასავლური ორიენტაციის ჩვენ უნდა ვიყოთ ნატოს წევრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ბატონ მინდიასთან საუბრისას სწორედ ამას ვარკვევ. შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ერთის მხრივ ისრაფოდეს ნატოს შემადგენლობისკენ და მეორეს მხრივ ახერხებდეს იმას, რომ რუსეთთან ისე მოაწესრიგოს ურთიერთობები, რომ რუსეთმა ხელი აიღოს იმ თავის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს პრაქტიკულად დაანგრია და გაიყვანოს თავისი სამხედრო კონტინგენტი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ისევ აი ამ თემასთან მივედით ბატონო მინდია. დიახ. ესე იგი მე პირველ რიგში ავირჩევდი იმას, რომ გადავწყვეტავდი ჯერ ჩემ ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს. არ აქვს მნიშვნელობა, ესე იგი რა თქმა უნდა რუსეთის მეშვეობით გადავწყვეტავდი ამას. ვინაიდან ვიცი რომ ეს სხვანაირად არ გადაწყდება. მე ვიცი რომ შეერთებულმა შტატებმა მიუხედავად იმისა რომ დიდი სიმპათიები თუ არ რომ ასეთი უძლიერესი ქვეყანაა მსოფლიოში და დომინირებს მათი
გავლენა მსოფლიოში, მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს დაცვა. თქვენ ხედავთ ამას ძალიან კარგად, ხო? უკვე 2008 წლიდან უკვე 4 წელი იქნება უახლოეს თვეებში, რომ აფხაზეთი და ოსეთი ცნო რუსეთის ფედერაციამ და კიდე რამოდენიმე სახელმწიფო. ვინაიდან ხედავთ, რომ რუსეთი უკან დამხევი არ არის, ესე იგი რუსეთმა უნდა მოუძებნოთ ის საერთო ენა, რომელიც არ მოაყენებს ზიანს, არ მიაყენებს ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა დაიცავს რუსეთის ნაციონალურ ინტერესებსაც. ამ შემთხვევაში როგორ კონტექსტში უნდა დაждდეს ეს სიტუაცია? შეიძლება თუ არა ეს რომ მოხდეს და საქართველო ნატოში გაწევრიანდეს ამის შემდეგ, ხო? ეს საკითხი დგას. შესაძლებელია ყველაფერი ცხოვრებაში. ყველაფერია შესაძლებელი. ესა პოლიტიკა. ჩვენ არ ვიცით ვინ როგორ ვის რა ბედიელის მომავალში. თქვენ იცით ფინანსური კრიზისები მეორდება 2008 წლის შემდეგ, ეხლა თქვენ იცით რომ სერიოზული ფინანსური კრიზისი იწყება. ხო? ძალიან სერიოზული. ხო და არავინ არ იცის ვინ რა მდგომარეობაში იქნება. იარსებებს თუ არა რომელიღაცა ბლოკი. თქვენ იცით საბჭოთა კავშირმა იარსება რამოდენიმე ათეული წელიწადი, ხო? მაინც ესე იგი დაერღვა ყველაფერს. საერთოდ მე ისტორია კარგად მაქვს შესწავლილი. რუსეთის ჯარი სადაც შევიდა, ყველგან დამოვიდა. ჩეხეთი გინდათ, ავღანეთი გინდათ, ნებისმიერი ქვეყანა თუ გინდათ, ხო? ისტორიულად ასე არის ეს. მაგრამ მომენტია, მოსაძებნი უნდა გავიყვანოთ ეს ჯარი. ჩვენ ჯარი რატო აყენია იქ? იმიტომ რომ რუსი ელოდება რომ ხვალზე ისევ სააკაშვილს და მის ჯგუფს, სხვადასხვა მერაბიშვილსაც პირდაპირ უძღვნის წვლილი იმაში, რომ ერთად პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა ამ ომში, ჯარმაც მიიღო მონაწილეობა ამ ომში, სამწუხაროდ მე არ ვამართლებ რუსეთის ფედერაციას, რომ შემოიჭრა ჩემ საქართველოში. როგორ გეკადრებათ? მე პირიქით. ეს არის სუვერენული სახელმწიფო და დაარღვია ჩვენი საზღვრები. მაგრამ ჩვენ უნდა ყოფილიყავით უფრო ჭკვიანები და არ უნდა ამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. აი ესაა ყველაზე მთავარი. აბსოლუტურად გათანხმებით. ყოველთვის ადვილია უხედავად მით უმეტეს რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და შენ ხარ პატარა ქვეყნის მმართველი და შენ გაბარია სულ რამოდენიმე მილიონი ადამიანის ბედი და რატომ უნდა გაგვიხადოთ ჩვენ საქმე ისე რომ მილიონზე მეტი მარტო რუსეთში ვცხოვრობთ 500,000 მსოფლიოშია ესე იგი საქართველოში დარჩენილი არის სულ რამოდენიმე მილიონი და ისიც ნახევარი უმუშევარი რატომ მიგვიყვანეთ ასე მდგომარეობაში დღეს ხა მერაბიშვილი დანიშნო და თუ გინდა ვინც გინ დანიშნო არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა იმიტომ რომ არ ხალხს გულში შიგნით არ ჯერა მინდია გულას კი არა ხალხს არ ჯერა იმ ადამიანს რომელსაც ესე იგი ნახევარი მოსახლეობა უსაქმურად რომ არის და ცუდ მდგომარეობაში რომ არის და სხვათა შორის რუსეთიდან ელოდება ფულს ნათესავი თუ ახლობელი გამოუგზავნის ფულ იმას რომ ელოდება ის არ დავიჯერებს აც რამდენი ადამიანი გაუბედურეს მათ ბატონო მინდია მე წევან შეკითხვა დავსვი და მე უპასუხოდ დაგვრჩა იმიტომ რომ მაყურებლები შემოვიდნენ თუ თქვათ ალტერნატივა ასეთია რომ ან ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გაიმარჯვოს 2012 წლის საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნებში ან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ქართულმა ოცნებამ აი ამ ორი არჩევანიდან რომელი ჯობს საქართველოსთვის თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემ პროგნოზს გეტყვით ასე ესე იგი არა ეგ უბრალოდ საკითხის დასმა უბრალოდ საკითხი სერიოზული საკითხი ეს არ არის უბრალოდ საკითხი ჩემ პროგნოზი არის ასეთი საქართველოს ხელისუფლებას აწყობს რომ ივანიშვილის კოალიცია შევიდეს პარლამენტში მაგრამ უკვე ისინი ნელ-ნელა აჩვევენ ხალხის აზრს რომ ესე იგი მათი რეიტინგი არის აი 20%-ის ფარგლებში დააგვირთ თუ გინდათ ასევე მათ აწყობთ რა თქმა უნდა რომ ესე იგი პარლამენტში გავიდეს თარგამაძეს პარტია ქრისტიან-დემოკრატიული და რა თქმა უნდა ესე იგი უმრავლესობა იქნება ესე იგი სააკაშვილის მომხრე ნაციონალური მოძრაობა ეს უნდა თქმა სხვას არავის ისინი არ წხედავენ გამიგეთ ხო რა ლაპარაკობ მე არ ლაპარაკობ ახლა მაჟორიტარი ვინც სადღა გაიმარჯვებს და რაც გასაგები ესე იგი მე სულ სხვადასხვა პროგნოზი მაქვს აი თქვენ გააკეთეთ ასეთი შენიშვნა ივანიშვილი არის საქართველოში ის ყოველდღე მოქმედებს მუშაობს და აკეთებს ყველაფერს ის 10 თვეა საქართველოში მოღვაწეობს ამ მიმართულებით და აკეთებს იმას რასაც აკეთებს მინდათ გითხრათ რომ წინ წაწევა მას არავითარი არ აქვს ესე იგი საერთოდ არ ჩანს მინდიაგულა რას აკეთებს მაგრამ მე იმდენ რამეს ვაკეთებ რომ დაახლოებით სექტემბრის თვეში ჩვენი საზოგადოება მას ძალიან კვეთრად ნახავს ვინ იქნება ლიდერი და რომელიც პარტია გაიმარჯვებს რას ეცდება ჩვენი ხელისუფლება ხედულობაში მაქვს საქართველოს ხელისუფლება რა თქმა უნდა თქვენ იცით რომ ჩვენთან დაჭერებიც იყო
დააპატიმრეს ერთი თანამშრომელი, რომელსაც უნდა დათქმევიონ თითქოს და აი რუსეთიდან მოდის შეკვეთა და რაღაცები, მაგრამ მე წინასწარ ჩავაწერინე ყველას, მე ვიცოდი რომ 20-დან 30-მდე იქნებოდა რეპრესიები და დაჭერები ჩვენი პარტიის მიმართ, წინასწარ ჩავაწერინე რომ თუ რამე გამოვედის სიტყვით ასეთი და ასეთი მაგვარი, ეს იქნება ან ზეწოლის მეშვეობით, ან რაღაცა მედიკამენტების დახმარებით გაკეთებული განცხადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ იცით რომ მათ არავითარ შემთხვევაში ჩემი შემოშობა საქართველოში არ უნდა. რატო? ასე წამიავარ თუ რა ვარ? ბიძინა ივანიშვილი რიჯობია მინდია გულუას. მაგალითად ლაპარაკობ. ხო ხალხი მეუბნებოდა, აი რით არიან ისინი ჩვენზე უკეთესები. ბიძინა ივანიშვილს აქვსო 4-დან 5 მილიარდამდე დოლარი ფულიო. აი მე პირსული და გულით ლაპარაკობ, როგორც მეუბნებოდნენ ამას ჩემი პარტიელებიც. დიახ. ხო, კიდე რიჯობია მეთქი ბიძინა ივანიშვილი გულუას. აი მაინტერესებდა შეკითხვა. ნუ ის რომ ესე იგი პოლიტიკური პარტიები შემოიერთაო გვერდით. ესე გამოდის შემოიერთა როგორ? ფაქტიურად გახსნილად მან ფული გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებს და პარტიები შემოიერთა. ეს როგორც არის დავითაშვილის პარტია, ძიძიგურის პარტია, ალასანიას პარტია, გუბასანიკის და ასე შემდეგ, ხო? ფორუმმა მხედველობაში. ეხლა მოდით სხვანაირად შევხედოთ სიტუაციას. ვინ არის მინდია გულუა? იყო ომი, ჯერ დაიწყე 99 წლიდან. თქვენ იცით მემორიალი აშენდა სოხუმში, სოფელ აჩადარაში, სოხუმის რაიონში. მე მაშინ სულ ბავშვი ვიყავი და მაშინ პირველ რიგებში ვიდექი დროშით ხელში. და მემორიალი, არა მარტო მივედი მემორიალის აშენებაში 80% წვრილი მიმისგუნის მე, ახალგაზრდა ბავშვს. სერიოზული მემორიალი აშენა მაშინ მურმან სიგუა. აცხონოს ღმერთმა. და გეუბნებით რომ მაშინიდან იწყება ჩემი აი სულისკვეთება საქართველოს სიყვარული. შემდეგ თქვენ იცით უბედური დღეები 92 წლებში. ვინ სად იყო? აი პლუსები და მინუსები. სად იყვნენ ეს ყველა სააკაშვილი და მისი ჯგუფი, მე არ მყავს ხედულობაში მხედრონები და მკვლელები რო ყავს იქ ზოგიერთები და სად იყვნენ ესე იგი ბიძინა ივანიშვილი ომის დროს. მე ვიყავი ჩემს სოხუმში, ჩემ საქართველოს ტერიტორიულობას დასაცავად ვიბრძოდი ჩემს დანარჩენ საქართველოსთან ჩამოსულ ხალხთან ერთად. შემდეგ ვაგრძელებ. მე არ დავტოვებია ჩემი მეთაური, რომელიც მოკლეს აფხაზებმა. ჩემი გენერალი გენო ადამიანი. 4 თვე ცხოვრობდი სოჩაში, ამბოვსკი მისი ცხედარი, მივაბარე მის საქართველოს, დაუბრუნე მისი შვილი, გმირიშვილი დაუბრუნე საქართველოს და ზოგადად წამოვედი რუსეთში საცხოვრებლად. არ პატრიოტულად მე არ მოქცეულ ვარ. იმის შემდეგ მე დავიწყე ნოლიდან და მივახცე იმას, რაც მაქვს. ეხლა მინდა ვგითხრათ, მართალი რო გითხრათ, მაინძულეს, რომ მე ესე იგი გავხსნა ჩემი აქტივები. და მე როგორც იცით ალბათ უკვე რამოდენიმე დღე გამოქვეყნდა რამოდენიმე ჩემი აქტივი ესე იგი რუსეთის ფედერაციამ გამოაქვეყნა გაზეთებში, შეერთებულ შტატებშიც გამოიქვეყნა და ესე იგი საქართველოშიც დაიბეჭდა, ხო? თქვენ იცით ეს ყველაფერი. დიახ. ხო და ესე იგი მე უკვე ჩემს მენეჯმენტს მივეცე განკარგულება, რომ საერთოდ გავხსნა აქტივები როგორც ამერიკის, ევროპის, ასევე რუსეთის ფედერაციის. ვის რამდენი მილიარდი დოლარი საზოგადოება ნახავს რამოდენი თუ ფულში ყოფილა საქმე, ხო? და ვინ არის ყველაზე სოფლიოში? ამას საზოგადოება ნახავს თვის ბოლოს. ეს არ იქნება მიწა სიტყვები, ეს იქნება სოფლიო ინსტიტუტების, სერიოზული ფინანსური ინსტიტუტების შემოწმებული და შეფასებული, ესე იგი, ქონებები. კიდე მინდა ხაზი გაუსვა. როდის გავდი აბსოლუტებელი აი ამ ესე ქონებების. ზოგიერთი რომელიც გამოაქვეყნეს უკვე საქართველოში ერთი ქონების 10 წლის უკან კომპანიის რომელიც ესე იგი 2001 წელს იყო დაფუძნებული. ესე იგი მეორე კომპანია 2005 წლიდან არის, მესამე კომპანია და ესე მოდის. ეს არ არის 1 წლიანი და 2 წლიანი კომპანია. ეს ამას მინდა ხაზი გაუსვა. გამიგეთ, ხო? დიახ. ვის რა შეკითხვა იბადება, რატომ არ იყავი გულუა მაშინ შენ ფორბსში? შეკითხვა იბადება, ხო? დიახ. მინდა გითხრათ რომ აი ჩემისთან ადამიანები დაახლოებით 80% არ არიან ფორბსში. მე ახალაც არა, მე არც მინდა რომ ვიყო ფორბსში. იმიტომ რომ მე თუ პატრიარქისგან, ინდესობისგან ავიღებ კურთხევას რომ მამსიაში ვიყო, მაშინ მე მივცემ ესე იგი ჩემს მენეჯმენტს განკარგულებას და გავაგზავნე საფუძვლებს და გამოაქვეყნებენ ფორბსში რამდენი მაქვს მე ქონება.
და იქნება ესე იგი რეიტინგში რომელიც სი და ასე შემდეგ. არ ზოგიერთები კლუბში არიან მასონები. მე არ მინდა მათ შეიყო. ეს ჩემი პოზიციაა პირადად. გასაგებია ბატონო მინდი. ეხლა შემოვიყვან ერთ მსმენელს კიდევ და შემდეგ მაქვს ერთი შეკითხვა რომელიც მაინტერესებს ძალიან. ალო. დიახ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო მინდიასთან. დიახ ბატონო. შეიძლება თქვენ კაი ძალოსილიშვილო. მაშინ გაერთიანეთ და მიეხმარეთ საკუთარ სამშობლოს და ასაკიროა თუ ეს მონეტის პირობაში შეიძლება რატო თუ თქვენ შემოხართ იმაში კვალიფიკაციაში უკი გაიყოფა სამი ჯგუფად გაიყოფით და მე ყველა დაგაჟავთ ხმას და შეიძლება ყველასი ცნობილია დიახ გასაგებია ბატონო მინდი ესე იგი შეკითხვა მე თუ სწორად გავიგე აქ ცოტა ცუდად ისმის რატომ ყავს სტუდიაში მე თუ სწორად გავიგე იმაში მდგომარეობს რომ თუ ოპოზიციური ძალები გაერთიანდებიან ეს უფრო კარგ შედეგს მოგცემს ვიდრე ვთქვათ ცალ-ცალკე წინააღმდეგობა და ერთმანეთთან გარკვეული დაპირისპირება მე მესმის დაახლოებით თქვენ რასაც უპასუხებთ ამასთან დაკავშირებით მაგრამ მე უბრალოდ მინდა ეს კითხვა გავაგრძელოთ ჩემი შეკითხვით რომ აი თქვენ რასაც აკეთებთ თქვენი განცხადებებით თქვენი გამოსვლებით აი თუნდაც დღეს აი ამ წუთს როდესაც ღია ეთერში ხართ საქართველოში რადიოთი ინტერნეტით ტელევიზიით თქვენ ებრძვით უპირისპირდებით საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად რა თქმა უნდა მაგრამ ეს დაპირისპირება ხომ არ დაასხამს სხვის წისქვილზე წყალს ვთქვათ იგივე ბიძინა ივანიშვილის ან ვიღაცის და თქვენი პარტია ხომ არ დარჩება თამაშგარეშე მდგომარეობაში და მინდა გითხრათ რომ ჩვენი პარტია თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩება ეს ზუსტად მინდა გითხრათ მეორე რას ნიშნავს გავერთიანდეთ პოლიტიკურ პარტიებთან თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ წარმოიდგინოთ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოცნების ხელმძღვანელი ვინ არიან ეს დანარჩენი პოლიტიკური პარტიები შეუძლიათ მათ რომ გადალახონ 1%-იანი ან 2%-იანი ბარიერი აი გეკითხებით ზოგიერთ აი რესპუბლიკელები ალასანია შეუძლია შეიძლება 2-3%-იანი მიიღოს ხმა კიდევ სხვა მიღაზა აი ვინ მე არ ვარ დარწმუნებული მათ ოპოზიციონერობაში გამიგეთ რა შეესახება მე არ ვარ ჩვენი მაყურებელი სამწუხაროდ გავიდა ეთერიდან მაგრამ მე ჩემდა თავად გიპასუხებთ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით მე მინდა გითხრათ რომ მე რომ დარწმუნებული ვიყო მათ სისუფთავეში ზოგიერთები თქვენიცი მიტინგი ხალხი გამოვიდა 200,000 ადამიანი და ზოგიერთს ესე იგი აბრალებენ მე არ დავასახელებ ხა იმიტომ რომ მე არ მყოფილო რამიდან ჩანაწერიც არ მინახია და ლაპარაკობ რომ ზოგიერთმა ფული აიღო და ეს მიტინგი დაშალეს და ასე გააკეთეს ისე დააკეთეს არ მე შემიძლია გავერთიანდე იმ ოპოზიციურ ძალასთან რომელიც პარლამენტში მოვა და ჩვენ გვექნება ერთი აზრი საქართველოს კეთილდღეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როგორ დავასაკმოთ ეს ხალხი თქვენ იცით რა დღეში დაგვაყენეს ახლა ჩვენ ესე იგი ჩემისთან ადამიანები ჩვენ შემოიდგინეს კანონი რომ მე დახმარების გაწევა არ შემიძლია არავის მე მინდა დავეხმარო სკოლებს ესე იგი ბავშვებს რომელსაც მშობლები არ აქვს მე მინდა დავეხმარო უფროს თაობას რომელსაც ძალიან უჭირს დღეს მე მინდა მედიცინის დარგში დავეხმარო სხვადასხვა განათლების დარგში დავეხმარო სტუდენტებს რა ქვია ამას მოსყიდვა ქვია რა გავაკეთოთ როგორ დავეხმარო ეკლესიას ვაშენებდი დამიყადაგეს ანგარიში ვერ ვაშენებ ხელფას ვერ მარიგებიებენ მუშებისთვის აი წარმოგიდგენიათ რას აკეთებს ეს მთავრობა და მერაბიშვილი არის ამისი ესე იგი ერთ-ერთი შემსრულებელი თანაც როგორი თქვენ იცით ადიოზური ფიგურა მერაბიშვილი ადეიშვილი ეს მთელი ეს რა ქვია ბუკეტი ხო რომელმაც გააქცია ბიზნესი საქართველოსთან ხო და პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს ისევ გააყალბონ ეს მე შემიძლია გითხრათ პირდაპირ შეუძლიათ გააყალბონ შეუძლიათ მოიგონ მაგრამ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ რა იმიტომ რომ ის რასაც შეპირდებიან მოსახლეობას იმას ვერ შეასრულებენ და იქნება უბედური მდგომარეობა საქართველოში აი მე მაგალითად ერთი კვირის უკან ისევ ვეყრდნობ იმას რომ რუსეთის ფედერაციაში ჩავდები 1,350,000,000 დოლარი სხვადასხვა ობიექტებზე ხო ეს გამოქვეყნდა 450 მილიონი დოლარი ეს ჰოლდინგის კომპანიის 5 ობიექტი ვიყიდე მათ შორის აი გეკითხებით თუ საქართველოში ხდებოდა სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და დაცულია ბიზნესი არ ჯობდა რომ ეს ფული ჩამედო საქართველოს ესე იგი საკეთილდღეოდ
ჯობდა რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ იძულებული იყავით თავი შეგეკავებიათ ასეთი ნაბიჯისაგან. ის გადამაშენებიებენ და როგორ ჩავდო მე $1 მილიარდი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ალბათ ბევრია ვინც თავს იკავებს, მაგრამ ბატონო მინდია, იცით აი თქვენს წინააღმდეგ დიდი ხანია გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს, თქვენ ოჯახში გქონდა ტრაგედია არაერთი სხვათა შორის, მაგრამ თქვენი უახლოესი ადამიანების დაკრძალვაზე ჩამოსვლისა და მათი, ასე ვთქვათ, მათთვის პატივის მიღების საშუალება არ მოგცეს. ეს ერთია. ამას წინათ მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთში, სადაც თქვენ ამბობთ, რომ აი რაღაცა შავ ძალას, ასე ვთქვათ, კრიმინალებს, ქურდებს, ვიღაცების დაპირისპირებას აქვს ადგილი თუ რაღაც ინიცირება ხდება ამდაგვარი. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო თქვენი განმარტებები. დუმილის შემდეგ, ესე იგი, გავაკეთე კომენტარი და დავუკავშირდი ბატონ დიტოს, ჟურნალისტს, პირველად ცხოვრებაში ველაპარაკე მას, მან დამისვა შეკითხვები და გაზეთში იყო გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუ ვრცლად. მაგრამ პატარა შტრიხები ვთქვა, რომ როდესაც შევიტყვე საქართველოს ტელევიზიიდან, შემდეგ პრესიდან, რომ მილანში იყო ჩასული ყოფილი სპორტსმენი და ფეხბურთელი კახა კალაძე და დღევანდელი მომავალი პოლიტიკაში მოსული ადამიანი, ზე იყო ლაპარაკი, რომ რამენაირად ან ფულის საკითხი იყო თუ კიდევ სხვა გარკვეული საკითხები, რა თქმა უნდა მე ამით დავინტერესდი და ჩემი წარმომადგენლები გაფრინდნენ მილანში და რა თქმა უნდა შევისწავლეთ ხა ვითარება ვინ იყო შეგრებილი, რა იყო გვარებიც იყო დაწერილი სხვათა შორის. დიახ. მაგრამ შევიტყვე რომ ის შეხვედრა არ ყოფილა მილანში, შეხვედრა ყოფილა კანში. ზეგი ასეთი შეხვედრა ეგრეთ წოდებული სხადნიაკი მაგათი ტერმინოლოგიით რო ველაპარაკოთ მოხდა კანში. მაგრამ მე არ ვიცი ესწრებოდა თუ არა კახი კალაძე ამას, ამ სხოდნიაკს. სთხოვა თუ არა ჩემს მიმართებაში რაიმე რეპრესიების ჩატარება, ან და სხვა ფინანსური სიტუაციები. მე ამას ვერ ვადასტურებ. იმიტომ რომ მე იქ არ ვესწრებოდი და მე იურიდიულად ამაზე პასუხი უნდა ვაგო, მაგრამ მე ვიცი, ყველა ვინც ესწრებოდა და ესე იგი რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ. ვის დაავალეს რუსეთში ჩემთან ესე იგი ჩემგან გარკვეული ლაპარაკის ჩატარება და თქვენ იცით ახლა როგორ უყვართ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს მოახლოება ბიზნესმენებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ რომ რეაქცია ჩემი ძალიან ვეთრი, მე არავინ და რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკა გაგრძელდება, მე გადავეცი მათ შემკვეთავ ხალხს. ესე იგი დღეს ძებნაში არიან რამოდენიმე კანონიერი ქურდი. ჩემს დაცვას რა თქმა უნდა უკვე მივეცით ბრძანება თუ რაიმე მაინც იქნება საშიშროება ჩემს მიმართებაში, ისინი გახსნიან ცეცხლს და ეს ხდებიან ან დაჭრილი, ან მოკლული, ან რა ვიცი რა იქდებიან. ამათ შემდგომ მნიშვნელობა არ აქვს. მე კანონიერ ქურდებთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ვის აქვს კავშირი? წაიკითხეთ პრესა, არა მარტო ქართული, არამედ ამერიკული და ასე შემდეგ და იქ ნახეთ ვინ არის ვისთან შეკრული და ოღონდ აიღეთ ეს ძველი დროინდები 90-იანი წლები კიდე. გასაგებია სამწუხაროა ძალიან. ბატონო მინდია ხო არ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ, ანუ თქვენი პარტია ამ ახლო მომავალში გეგმავს თუ არა რამე უფრო აქტიურ ქმედებებს და რა გაქვს ასე თქვა სამომავლოდ? ახლოს გეგმებს გახსნილად გეტყვით. მე ახლა ინტენსიურად დავიწყე მოლაპარაკებები რამოდენიმე ობიექტის შესწავლაზე საქართველოში. ეს მოხდება, გარდაუვალი პროცესია ეს. მე ვიყიდე სტრატეგიულ ობიექტებს საქართველოში, ასევე საქართველოსთვის მე მეკდება კარგი წინადადება ეკონომიკის მხრივ და ეს მე ლაპარაკობ როგორც ერთმანეთში არის რა თქმა უნდა დაკავშირებული პოლიტიკა და ეკონომიკა ამ პერიოდისთვის. მე არ ვიტყვით სარიელ სიტყვებს ჩემს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ დოქტრინაში, რომ მე როცა მოვალ ამას ვიზა, არა. მე სანამ მოვალ უკვე გავაკეთებ. ხედულობაში მაგ ფასტებებზე სხვადასხვა მიმართულებით, რატომ უნდა ღირდეს გაზი $450, როცა შეიძლება $200 ვიყიდოთ და 51 თეთრი რატომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, როცა შეგვიძლია 25 თეთრად რო გავაკეთოთ ეს ყველაფერი. რატომ უნდა ღირდეს წყალი $3 და 20 თეთრი, როცა შეგვიძლია ფასი დაუკლოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამაზე ყველაფერს თქვენ უახლოეს ეს ივლისში ეს თემა დახურული იქნება. მერაბიშვილი კი არა, ვინც გინდა რომ ჩაერიოს, ამას მე უკვე ვერანი ვერ გამაჩერებს, უკვე დაკონტრაქტებული მაქვს ზოგიერთი საკითხები. ასე რომ რაც შეეხება უახლოეს ჩემს გეგმას ეკონომიკის მიმართულებით ვაგრძელებ ჩემი აქტივობის გახსნას, ვინაიდან საქართველოს თურმე მთავარყოფილა ვინაა ყველაზე მდიდარი. მინდა ხმამაღლა გითხრათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს გახსნილი აქვს 4 მილიარდი და 5 მილიარდი დოლარის ქონება, მინდა გითხრათ, რომ მე უახლოეს ხანებში თქვენ დარწმუნდებით, რომ მასზე მდიდარი ადამიანი ვარ. ეს თუ სატრაბახოა, მე არ ვიცი, ძალიან ცუდი ამას ვლაპარაკობ, მაგრამ სამწუხაროა, რა ვქნა, ასე ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეს. არა, თუ ეს ფაქტია, ესეც უნდა იცოდეს საქართველოს, რა თქმა უნდა. ეს მინდიასგან გამოქვეყნებული კი არ იქნება, ეს იქნება სერიოზული ინსტიტუტებისგან გამოქვეყნებული. ამას ნახავთ. მე მგონი ივლისის ბოლომდე ყველაფერი ქართული საზოგადოებაც გაიგო. დიახ. ბატონო მედია, ჩვენი დრო პრაქტიკულად ამოიწურა. რამე ხო არ დაგჭათ ისეთი, რომელიც გინდათ თქვა ერთი წუთის ფარგლებში. ერთი წუთის ფარგლებში მინდა გითხრათ, რა უნდა ვთქვა ერთი წუთის განმავლობაში. მინდა ჩემს ქართულ ხალხს უთხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. მთავარია რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, რომელიც ეგრეთ წოდებულ კანონის ფარგლებში, აი დღეს როგორც ვცხოვრობთ, ხომ უარესში არ გადაიზარდოს რამე, არ იყოს სისხლისღვრა და ეს. მე ამას უსურვებ ჩემ საქართველოს, მაგრამ პირდებით ჩემ ქართულ ხალხს, რომ აუცილებლად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. აუცილებლად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტია გახდება მართული პარტია საქართველოში. და ჩვენ არჩევნებამდე იმ ეს გავაკეთებთ, რომ თქვენ ამის რწმენა გეკეთებათ. ჩემ ქართულ ხალხს. ძალიან დიდი ბოდიში ფაქტობრივად ჩემ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებსა და ტელემაყურებელებს. ჩვენ მომავალ კვირას ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში ოქროს კვეთა.